13 იანვარი იყო პირველად რომ წავედი. და ვითხეს რომ რკინიგზა უნდა დაიწოთო, მაგრამ იქ რო ჩავედი არავითარი გზა არ იყო, რკინიგზის დაცვა არ იყო, იყო გაჩაღებული ომი. იყო ტყედაც ამიყვანეს ორი დღე ვიყავი ტყედ, იმიტომ რომ მარტო ვიყავი გასული და სნაიპერები ძალიან ბევრი ყავდა. და მათი დაფიქსირება მინდოდა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიწები დაგვიხოცეს, მაგრამ პატარა ოთახში დაბმული ვიყავი 2 სუტკა. და 2 სუტკა მეთამაშეს რუსული რულეტკა. ჯუბზე მადებდნენ იარაღს, გამოკრავდნენ, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ არ გავარდა არც ერთხელ. და ღმერთის წყალობით გადავრჩი და გამოვედი როგორც იტყვიან რა. ეს არის გმირის ისტორია, მებრძოლის, რომელიც ფრონტის წინა ხაზზე ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე იდგა. ის გადარჩა და ვერასდროს იფიქრებდა, რომ ცხოვრებაში კიდევ ერთი ძალიან სახიფათო ომის გამოვლა მოუწევდა. ეს არის ომი საკუთარ გულთან. უფრო და უფრო იკრებს გულის მუშაობის პროცენტი და ვატყობ, რომ ყოველდღიურად მიძნელდება. სულ თქვა. ორნაბიჯს რო გადავდგავ, ყელში მებჭინება და ჰაერი მეკეცება. უჰაერობა მაქვს, უკმარისობა გვაქვს გულის. გია ბერიძე 57 წლის ვეტერანია. მას გულში წყალი უდგება. გული სამისარქველი ვეღარ ფუნქციონირებს. ომის ვეტერანი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო იმასაც კი ვერ ახერხებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა საჭირო წამალი იყიდოს. წამლების ყიდვას ხანდახან ვახერხებ, იმიტომ პენსია მერიცხება და სოციალური. მაგრამ მთლიან კომპლექსს რომ მთლიანად ჩემ თავს მივხედო, როგორც საჭიროა და სრული კომპლექტი მქონდეს მედიკამენტების და ექიმთან ვიზიტების თანხები, მაგაში უკვე ვეღარ. ეს ბოლო 2 წელია ძალიან რთულად ვარ. ის ჩვენ გვიცავდა. ახლა კი თავად მას სჭირდება ჩვენი დაცვა და დახმარება.